კანონში საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებები პარლამენტმა 25 ივნისის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. კანონში ცვლილება რამდენიმე მიმართულებით შევა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი საკითხია მედიის მუშაობის შეზღუდვა სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე. ამ ცვლილებებით სასამართლო შენობაში, სასამართლოს სხდომის დარბაზსა და ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. კანონის ავტორები ქართული ოცნებიდან ამბობენ, რომ ჟურნალისტები ზედმეტად თავისუფლად მოქმედებენ და რომ ისინი ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით იღებენ ამ ცვლილებას. მედია თავისუფლება არ განისაზღვრება იმით, რომ ჟურნალისტს უნდა შეეძლოს ყველგან შესვლა, ყველა უწყებაში შესვლა, ყველა პროცესის გაშუქება, მაგალითად მათ შორის არც პარლამენტში არ ვიმხრობი პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ჟურნალისტი დასდევს კორიდორებში დეპუტატს. არაფერს ვამბობ მართლმსაჯულებაზე და სასამართლო პროცესებზე. ჩვენ ვუბრუნდებით იმას, რომ თავისუფლებული ლიბერალური deep state-დან კანონმდებლობა შევცვალოთ და დაუბრუნდეთ ევროპულ ღირებულებას. ეს არის ჩვენი იდეა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი ამ კანონების მიღებით შეურაცხყოფასა და ცილისწამებას უპირისპირდება. მედიისთვის სასამართლოს სხდომების გაშუქების აკრძალვას კი ერთ-ერთ ასეთ კონტრქმედებად მიიჩნევს. შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა მანკიერ გამოვლენებას ჩვენ და დაუპირისპირდეთ, ბუნებრივია ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ჩვენ რაზეც მსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან, ამ ძირითადი უფლების ფარგლებში ყველა საჯარო ზომა უნდა იყოს ბუნებრივია მიღებული. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დაჩქარებულ ცვლილებებს აკრიტიკებს სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი საკანონმდებლო სივრცეს, სასამართლო სისტემასა და მედიის დამოუკიდებლობასაც დააზიანებს. ომბუდსმენი თვლის, რომ ამ ცვლილებით გამოხატვისა და ინფორმირების ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებები შეიზღუდება. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასამართლოს სხდომების გაშუქება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების და მოსამართლეთა მივლინების წესები, სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომობისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა არაერთი ფუნდამენტური საკითხი. აღსანიშნავია, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში. მედიის ადვოკატირების კოალიციაში პრობლემებს მრავალი მიმართულებით ხედავენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ანდღულაძის განცხადებით, ამ პროცესით პირველ რიგში საზოგადოება დაზარალდება, რადგან დახურული სასამართლო სისტემა და შეზღუდული მედია მოსახლეობის ინფორმირების დახშობას ნიშნავს. სასამართლოს გაშუქება მნიშვნელოვანია პირველ რიგში, თქმა უნდა, საზოგადოებისათვის, რომ დაინახონ რა ხდება პროცესზე, რა გადაწყვეტილებებს იღებენ. რამდენიმე დღის წინ დააკავეს ყოფილი მაღალჩინოსანი. იგივე მედია აშუქებდა მის შესაძლო კორუფციულ გარიგებთან დაკავშირებით და ასეთ დაუსაბუთებელ გამდიდრებასთან დაკავშირებით. დღეს რასაც ისინი ცვლილებებს მიღებას ცდილობენ, ამას ვერ გააშუქებდით. ანუ თვითონვე დაიჭირეს ადამიანი იმაზე, რასაც თქვენ საუბრობდით ამასთან დაკავშირებით. ყოველდღიურ რეჟიმში არაერთი სასამართლო პროცესი არის, რომელიც არის მნიშვნელოვანი მედიისთვის, როგორც პროფესიონალისტვის, მნიშვნელოვნად პოლიტპატიმრები რო გყავს და მისი საქმის არ გაშუქება, პირადი პროფესიული ღირსების საკითხია. აბა მეტი რაღა უნდა გააშუქო, თუ აქცია არ გააშუქე, თუ მიკერძებული სასამართლო სხდომები არ გააშუქე. პრაქტიკულად გტოვებენ იმ არეალში, რომ თქვა გააშუქე მხოლოდ ის, რაც ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ მყოფ ტელევიზიებმა უნდა გააშუქოს. თუ გზას ადგას ქართული ოცნება ქვეყნის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა მედია როგორც დამოუკიდებელი, როგორც დემოკრატიის ინსტიტუტია, ბუნებრივია თავდასხმის ობიექტად არის ამოღებული. ამავე კანონის პროექტის თანახმად სასამართლოს სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. კანონის მიღება დაჩქარებულად ხდება და დიდი ალბათობით ამავე კვირაში საგაზაფხულო სესიის ამოწურვამდე დაამტკიცებენ. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.